that will be paid by the people. ტარიფები. ეს არის დამატებითი გადასახადი, რომელთა გადახდაც ხალხს უწევს. ტარიფები. ეს არის დამატებითი გადასახადი ამერიკელებისთვის. სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად. ტარიფები მხოლოდ ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას. ზუსტად იმის საპირისპირო მოხდება, რისი მიღწევაც გსურდა. ამერიკული ქარხნები გადაიხდნენ უფრო მეტს იმისთვის, რაც იწარმოება ევროპაში. ეს ახალ, საბაჟო პროცედურების ერთგვარ ბიუროკრატიულ მონსტრს შექმნის. ევროპას ბევრი კარტი აქვს. ვაჭრობიდან ტექნოლოგიებამდე და ჩვენი ბაზრის სიდიდემდე. მაგრამ ეს ძალა ასევე დაეფუძნებულია ჩვენს მზაობაზე. საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ საპასუხო ზომები. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა. იცით, მე ამას რამდენიმე ნაირად ვეძახი, მაგრამ რეალურად ეს რაღაც მხრივ არის ქვეყნის ხელახლა აღორძინება. ჩვენ ვეხმარებით ყველას, თუმცა ჩვენ არავინ. ყველაზე მეტად მომწონს ტერმინი ამერიკის გათავისუფლება. ეს მართლაც ქვეყნის გათავისუფლების თვალსაზრისია. რაღაც მიზეზების გამო ჩვენ გვაქვს 36 ტრილიონი დოლარის ვალი და დროთა განმავლობაში ეს ვალი იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, რასაც 2 დღეში ნახავთ, ბევრისთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი იქნება. Very inspiring to a lot of people.